გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტის პირველი ეპიზოდი. დღეს ვისაუბრებთ ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ სწავლაში და კარიერულ განვითარებაში. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი სანდრო ასეთიანი. გამარჯობა, ბატონო სანდრო. გამარჯობა, მისაუბრები ყველას. მაყურებლების უმეტესობამ იცის ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ბევრი მათგანი უკვე იყენებს სწავლაში, კარიერაში, სამსახურში, ან თუნდაც პირად ცხოვრებისეულ საკითხებში, მაგრამ მაინც რა ავხსნათ კიდევ ერთხელ რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. Ну, ახლა ძირითადად რასაც ვიყენებთ ხოლმე, ან იყენებენ სტუდენტები, ეს არის აი ის პროგრამები, აი ეს სერვისები, რომელიც ტექსტის დაგენერირებასთან არის დაკავშირებული, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტის ბევრი გამოყენების სფერო აქვს და ტექსტთან მუშაობთ, ხო, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და მეორე ადგილზე შეიძლება იყოს გამოსახულება, რომ რაღაც მომენტში თქვა რაღაცა გამოსახულება დაგჭირდეს და დაგენერიროს, ხო? ტექსტთან დაკავშირებული აი ეს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები მუშაობენ ესე, მარტივად რო ახსნათ, ხო? ანუ ჩატვირთულია ძალიან ბევრი ტექსტი ამ პლატფორმაში და შესაბამისად შენ რო რაღაცა კითხვას უწერ იმ ტექსტიდან, რომელშიც მასში არის ჩატვირთული, ცდილობს ახალი ტექსტი დააგენერიროს, ანუ შენ გიპოვოს, ასე ვთქვათ, პასუხი, ხო? ძალიან მარტივად რო ახსნათ, ესე არის. თუ კი ადრე პროგრამისტები როცა წერდნენ პროგრამას, წინასწარ გაუწერდნენ რა შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს პროგრამამ, ხო? ამ შემთხვევაში ისინი ტვირთავენ ბევრ მონაცემებს და აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით თვითონ პროგრამა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ წინასწარ განსაზღვრა, რაზე რას უპასუხობს ხელოვნური ინტელექტი 100%-ით შეუძლებელი. და როგორ შეგვიძლია რომ აი ეს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები საუკეთესო ფორმით გამოვიყენოთ სწავლაში, სწავლის პროცესში. Ну, პირველი ეს არის ერთგვარი ძიების ინსტრუმენტი. როცა გამოვიდა ChatGPT, მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აი Google-ს ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ Google-ში რაღაცას რო ვიპოვი, მე კიდე უნდა დავამუშავო ეს ინფორმაცია. აქ კიდე პირდაპირ მაძლევს, თქვათ, მზა პასუხს, ხო? შესაბამისად, როცა დაუსვავთ ხოლმე კითხვას, უნდა გავითვალისწინოთ სამი რამ, ხო? პირველი ეს არის კონტექსტი, ხო? ანუ თქვათ შეგიძლია უთხრა პირდაპირ მიანიჭო, რომ აი შენ ხარ ამადამ ფაკულტეტის სტუდენტი, ხო? რომ აი ამ პერსპექტივიდან გინდა შენ პასუხი, ხო? ანუ ესე თქვათ თითქოს პიროვნულობას ანიჭებ ხელოვნურ ინტელექტს და აი მის მიხედვით გიპასუხოს. მეორე არის თქვათ დავალება, ხო? მიპოვე სტატისტიკური მონაცემები ამასთან და ამასთან დაკავშირებით, ხო? თქვათ რაღაცა და მესამე კიდე უფრო დაუკონკრეტო, ხო? ანუ ესე იგი პირველი არის კონტექსტი, რა კონტექსტში გჭირდება ეს ინფორმაცია, თქვათ სტუდენტის კონტექსტში, მეორე რა გჭირდება და მესამე კიდე უფრო კარგი არის თუ კიდე უფრო დაუწრუნებ, რა, თქვათ სტატისტიკური მონაცემები და გაითვალისწინე, თქვათ ეს ფაქტორები, ხო? აი ამ სამ რაღაცას თუ გავაკეთებთ, უფრო დეტალურ და კარგ პასუხს მივიღებთ. აი ეხლა ბოლო დროს დაემატა ესეთი ღილაკი ბევრ პლატფორმას, სადაც რომ მიაჭერ გაჩვენებს თვითონ აი ამ ხელოვნური ინტელექტის მსჯელობის ნაბიჯებს. ხო? ანუ პირდაპირ წერს, რომ აი მომხმარებელმა ეს მკითხა, აი აქედან უნდა ავიღო მონაცემები და აი ამით შენ ხვდები, რომ მე რო დაუსვი კითხვა, ხო, მისი პირობითად მსჯელობა სწორი გზით მიდის თუ არა, ანუ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორად აღიქვა თუ არა და ამაზე დამოკიდებული მე მისი პასუხის, ასე ვთქვათ, ხარისხი, ხო? ხო, რა ვიცი, აი მხრივ პირველი როგორც თქვი, ეს არის უბრალოდ კითხა მიპასუხა, ხო? მეორე არის უკვე არსებული ინფორმაციის დამუშავება, როცა მე შემიძლია ავტვირთო რაღაცა ტექსტი ან წიგნი და უთხრა, რომ აი ამის მოკლე შინაარსი მინდა. ან აქედან აი ეს ამ ტიპის ინფორმაცია მაინტერესებს, ხო? მესამე ეს არის, როცა მონაცემების დამუშავება მინდა. აი მაგალითად მე Excel-ის ფაილში რაღაცა უნდა გამეკეთებინა, არ მახსოვდა ეს ფორმულა, შეიძლება კითხო ფორმულა, მაგრამ შეიძლება აუტვირთო Excel-ის ფაილი და უთხრა, რომ აი მაგალითად წკრივში არის სახელები და გვარები და შემიქმნენი ახალი ფაილი, რომელშიც სახელს და გვარს ცალ-ცალკე უჯრედებში ჩამიდებ. და შეუძლია გაარჩიოს სახელი გვარი ერთმანეთისგან ცალ-ცალკე უჯრედებში ჩაალაგოს და არა გაერთიანოს, ხო? ესე იგი, აი სამი რამ, ხო? ერთი ეს არის ძიების ინსტრუმენტი, მეორე ეს არის არსებული მონაცემების დამუშავების ინსტრუმენტი, ეს შეიძლება იყოს თარგმანი, ეს შეიძლება იყოს წიგნის მოკლე შინაარსი, ეს შეიძლება იყოს რაღაც ლიტერატურაში, რომელიც შენ გაქვს, რაღაცის მოძიება და რაღაცა სახით დაალაგება და მესამე ეს არის ფაილებთან სამუშაო, ხო? თუ კი ადრე თქვათ ჭირდებოდა
რაღაცა მწოდნო და რაღაცა ფორმულა ან Google-ში მომეწებნა, ანუ პირდაპირ რაც იმ ფორმულის უკან არის დავალება შემიძლია გადავწყვეტ. ხო, და რადგან ახსენეთ, რომ ინფორმაციის მოძიება შეუძლია, რამდენად ზუსტია მის მიერ, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოძიებული ინფორმაცია, ან დაგენერირებული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით და შეგვიძლია თუ არა, რომ გადავამოწმოთ სადმე და დავაზუსტოთ. ხო, აუცილებელია რომ გადავამოწმოთ და დავაზუსტოთ. არსებობს ესეთი ტერმინი ხელოვნური ინტელექტის ჰალუცინაციები. როცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მასში არის ჩატვირთული, არასწორ დასკვნებს აკეთებს. აი მე ეგეთ შემთხვევა მქონია, როცა ტესტავდი პლატფორმებს, ერთ-ერთ პლატფორმას დავუსვი ესეთ შეკითხვა, რომ მომიყევი აი ბრძოლების შესახებ, რომელიც თბილისს თავს გადახდა ქალაქს, ხო? და დაიწყო ეს ფაქტობრივი ინფორმაცია, რომ ამ საუკუნეში ეს ბრძოლა იყო თბილისთან რაღაც და მე თქვა ესეთი რამე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჯერ ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო ქალაქი და მერე მოკავშირეებმა გაანთავისუფლეს. ანუ მოყვა საშუალო ევროპული ქალაქის ისტორია, ხო? ეგ ხო ეს ჯერმსონს დაიპყრეს, მე ამას ვარ რაღაცა. ანუ არსებული ინფორმაციიდან არასწორი დასკვნა გააკეთა, ანუ თბილისის შესახებ ესეთი ინფორმაცია არ იყო, გააკეთა დასკვნა, ესეც რაღაცა ევროპული ქალაქია, ევროპას მიგვაკუთვნა და მაშინ იქ თუ მოხდა ეს, აქაც საუბრობთ ეს მოხდა, ხო? ანუ ესეთი რამეები შეიძლება. ან მაგალითად ჰალუცინაციის მეორე მაგალითი არის, როცა მეცნიერებმა ხუმრობით აღწერეს რაღაცა ცხოველი, არასწორული ცხოველი, მე ხუმრობით რაღაცა ჟურნალში გამოაქვეყნეს ეს და მე რო გეკითხა ხელოვნური ინტელექტისთვის ეს რა ცხოველია, ხო? რაღაც მახასიათებლებს გეტყოდა არასწორული ცხოველის რა, იმიტომ რომ აი თქვათ რამდენად რეალურია ინფორმაცია, არარეალური, ხო ეს ხო ინტერნეტში ეძებს და შეიძლება რაღაცა წყაროები იყოს, რომელშიც არასწორი ინფორმაცია და ჩათვალოს სწორედ, ხო? ამიტომ სხვადასხვა გზით ამის გადამოწმებაზე ამ მნიშვნელოვანია, თქო, შეიძლება პირდაპირ კითხო, რომ ამისი წყარო მომიძიე. და მე გადახვიდე წყაროზე და შენ თუ შეაფასო რამდენად, თქო, ის ვებგვერდ საიდან აიღო ეს ინფორმაცია, რამდენად სწორი ან არასწორი, ან ის წიგნი საიდანაც ეს აიღო, თქო, წიგნი შეიძლება მას შეჩატვირთული, რამდენად სწორი, არასწორია, ხო? გადამოწმება აუცილებელია. ხო, და კიდევ როგორც ახსენეთ, შეგვიძლია რომ მივიცოთ პატარა დავალება ChatGPT-ს, ან ნებისმიერ სხვა ხელოვნურ ინტელექტს მივუწოდოთ, რომ ვართ ამ და ამ ფაკულტეტის სტუდენტი, გვინდა ესა და ეს თემა და ჩვენ ნაცვლად პატარა დავალებას შეასრულოს, ესე რომ ვთქვა და დაგვეხმაროს დავალებების მომზადებაში. რამდენად ცვლის სტუდენტების კრიტიკულ აზროვნებას ეს ფაქტი, ან ხო არ უარყოფითი მხრივ ხო არ შეიძლება რომ გამოიყენოს სტუდენტებმა და თავიანთი აზრები, ანუ კრიტიკული აზროვნების უნარები უკანა პლანზე გადავიდეს ChatGPT-ს ან სხვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას. ეს არის თავად ადამიანზე დამოკიდებული, ხო? ანუ არ ვიცი ხა, ყველა ადამიანს სამზარეულოში გვაქვს დანა, რომელიც გვჭირდება, ხო? ან დანა ასევე შეიძლება გადაიქცეს რაღაცა ბოროტმოქმედების იარაღად, ხო? ანუ ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ ის სამზარეულოში კი არ გვიდევს რაღაცა თავისთავად, იმიტომ რომ რაღაცაში გვჭირდება, ხო? აი ესევე არის ხელოვნური ინტელექტის, ანუ გააჩნია როგორ გამოვიყენებთ ადამიანზე არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ პლატფორმებით, ეს არის ინსტრუმენტი, აი დაგეხმაროს დაახლოებით საქმის 60% გააკეთოს, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შენ მიიღო, ხო? რაც აი მე რასაც ხედავ, ხო, ანუ ცოტა ზღვარი დაიკარგა ინფორმაციასა და მონაცემებს შორის, ხო? და ნუ აი შეიძლება ესე ვთქვათ, მონაცემები, ინფორმაცია, ცოდნა. აი ესენი რომ დავალაგოთ, ხო? ეხლა მონაცემები რა არის? ეს არის უბრალოდ ციფრების ერთობლიობა. აი შეიძლება რაღაცა გვაქვს ჩვენ მონაცემები ტემპერატურის შესახებ და უბრალოდ ციფრები არის, ხო? მე თუ ამ ციფრებს თანამიმდევრობით დავალაგებ, მაშინ ეს გადაიქცევა მონაცემებად. მონაცემები მე მაძლევს საშუალებას, რომ დავინახო სურათი. ესე იგი მატულობს ნელ-ნელა საუბრობთ, ხოლმე კიდევ უფრო დაცხება, ხო? ანუ თუ გარკვეულწილად ინფორმაცია, ანუ თუ გარკვეულწილად მონაცემებს დავალაგებ, ხო, ეს გადაიქცევა უკვე ინფორმაციად, საიდანაც მე შემიძლია შინაარსი ამოვიღო, ხო? აი ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ რაღაცა რომ მომაწოდა, ხო, სხვა ფაქტების შესახებ, ვთქვათ, ინფორმაცია. აი ამ ხელოვნურმა ინტელექტმა მე ისე დავალაგო, რომ იქიდან ნათელი სურათი დავინახოთ, ხო? იმიტომ რომ ხშირად იცის ხოლმე რაღაცა ზოგადად ბევრი ინფორმაციას მოგაწოდებს ხელოვნური ინტელექტი და განათლება ცოდნა ეს უკვე არის, როცა მე ვიცი
აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რა როგორ გავაკეთო, ხო? ანუ მე ვაკეთებ რაღაცა დასკვნებს, ანუ ჩემ ცოდნაში გადადის. ამიტომ მონაცემები ეს არის უბრალოდ ციფრები, მოვუტან რომ საშინაო დავალების სახით უბრალოდ რაღაც ციფრები მეტონ აზრი არ აქვს. ინფორმაცია ეს არის კი ბატონო ეს რაღაცა დაალაგე და შეუძლია ხელოვნური ინტელექტს დაალაგოს, მაგრამ ცოდნა ეს უკვე არის, როცა შენ შეგიძლია აი ამაზე დაყრდნობით გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. შენ იცი ეს ინფორმაცია როგორ გამოიყენო. და აი ამ უნარის გამომშავება ჩემი აზრით მე მგონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კი იმან მომაწოდა, მაგრამ აი მე ვიცი ამას რა ვქნა, როგორ დავალაგო და როგორ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ლექტორსაც აინტერესებს შენი ცოდნა, რომ კაი ეს ხელმისაწვდომია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ აი როგორ რა დასკვნებს გააკეთებ აქედან, როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, ხო? ხო, და აი რა ფორმით უნდა გამოვიყენოთ ისე, ან სტუდენტებმა, ან ნებისმიერმა ადამიანმა, რომ ჩვენი შემოქმედებითობა და აზროვნების უნარი, ან თუნდაც ინდივიდუალიზმი არ დავკარგოთ და რაღაც ჩვენი ნიშა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა. აი, როგორ იცი, ამაზე საჭირო ვარჯიში. აი, სწავლა ზუსტად ის პერიოდია, როცა შენ სწავლობ, როცა შეგიძლია აი ამაზე ივარჯიშო, ექსპერიმენტი აკეთო. სხვა სახით წარუდგინო ლექტორს და იმან შეიძლება რაღაცა რჩევები მოგცეს, რომელიც შენ აი მომავალში დაგიხმარება, იმიტომ რომ მე სამსახურს რო ეძებ, ხო? თუ დაინახეს, რომ დავალება რომელიც მოგცეს, შენ უბრალოდ ჩაწერე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაში და იქიდან პასუხი მოუტანე, ხო? ხო აღარ იყვნენ სამსახურში და იყვნენ, რომ ამის გაკეთება ხომ მეც შემიძლია. ხო? მე მაინტერესებს შენ როგორ შეგიძლია თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაბრუნებული პასუხი ისე დაალაგო, რომ მე მასზე დაყრდნობით გააზრებული გადაწყვეტილება მივიღო, რაღაცა პროცესი ავასწრაფო და ასე შემდეგ. და როგორც აი დასაწყისში ვახსენეთ, შეგვიძლია რომ გამოსახულებების დაგენერირება ვთხოვოთ და ნუ დიზაინერები ძირითადად ციფრული სამყაროს დიზაინერების და არა მხოლოდ იყენებენ ამ ხელსაწყოს და აი მაგ მხრივ როგორ გამოვიყენოთ ან ინსპირაციისთვის, ან როგორც დამხმარე საშუალებად ხელოვნური ინტელექტი, ისე რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი არ დავკარგოთ დიზაინში, ან დიზაინის შექმნის პროცესში. ნუ აი ძალიან სწორად ახსენე, ინსპირაციისთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტია, როცა რაღაცებს დავალებას აძლევ და მე უყურებ, ხო, მაიცა, აი მოდი ამას ესე გადავაკეთებ და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაცა როგორ რა ვთქვა, თითქოს აი რას პირველ მუხტს გაძლევს, ხო, აი ხალხი რო ფიქრობ და იდეა არ აქვს, ხო, აი საიდან დავიწყო, ხო, აი რაღაცა აი სავიდან და ხო, შეიძლება მიგინიშნოს მიმართულება, ხო, მიგანიშნოს რაღაც მიმართულებაზე, აი მე ამაში გამომიყენებია, მეხმარება, ხო, აი რაღაცა რომ ვიწყებ ფიქრს, როგორ საიდან დავიწყო ფიქრი. ნუ ახლა კიდევ უფრო განვითარდა და რაღაც დონეზე შეუძლია გააკეთოს, მაგრამ აი როგორც ტექსტის შემთხვევაში აქაც თავარი ფილტრი არის ადამიანი, ხო? ანუ შენ აძლევ მიმართულებას, შენ ეუნები რა ჩაასწოროს, დაამატოს ან მოაკლოს, ხო? ამიტომ შენი კრეატიულობა, შენი ხედვა ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი. ხო? იმიტომ რომ შეიძლება ორი ადამიანი დავსვათ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმასთან, რომელიც აგენერირებს გამოსახულებას და სხვა შედეგი მივიღოთ. იმიტომ რომ მათ სხვადასხვა დავალება მიცეს, სხვადასხვა ჩასწორება მიცეს, ხო? ამიტომ გამოდის რა, რომ პლატფორმა ერთი და იგივეა, მაგრამ შედეგი სხვადასხვა არის, ხო? გამოყენების ხერხები სხვადასხვა არის, იმიტომ რომ ამ ადამიანს, ვისაც უკეთეს შედეგი ხედვა აქვს განსხვავებული, ხო? და შეუძლია სხვა გზაზე, ასე ვთქვათ, წაიყვანოს აი ეს დიზაინის პროცესი. ამიტომ აქაც გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანს, ხო? მისი შემოქმედებითი ხედვა არის მნიშვნელოვანი და აქაც მნიშვნელოვანი რომ ივარჯიშო ამაზე, ანუ ვთქვათ, რაც ბოლომდე კი არ მიენდო ამ პლატფორმას, არამედ აწვალოს, სანამ არ მიიღებ სასურველ შედეგს. ხო, მაინტერესებს აი თქვენი შეხედულებიდან, თქვენი გამოცდილებიდან თუ შეგიმჩნევათ რაღაც ცვლილებები ბოლო 2-3 წელში, რაც აი ესე ძალიან აქტიურად დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, როგორც სწავლაში, ასევე მუშაობის პროცესში, ადამიანების მუშაობაში, ან მუშაობის პროცესში და სწავლაში, რაიმე ცვლილებები თუ არიან რაღაც განსხვავებულ სურათს თუ ამჩნევთ. როგორ არა, აი განათლების შემთხვევაში, ხო, მაგალითად დაკარგა ისეთი ტიპის დავალებებმა აზრი, სადაც აი ზუსტი შედეგი შეიძლება მოიტანოს ადამიანმა, ხო? ანუ სადაც პირობა ზუსტად არის გაწერილი, ხო? დაკარგა ჩემი აზრით აზრი აი წერილობითმა დავალებამ, ხო? ამიტომ ჩემ შემთხვევაში, ჩემ კურსში სტუდენტები აკეთებენ პრეზენტაციას, ხო? ანუ მან უნდა მოიძიოს ინფორმაცია, გადაამუშავოს ეს ინფორმაცია, მერე გამოვიდეს და მოყვეს.
ხო? ანუ რა იპოვა, როგორ იპოვა, რა გაანალიზა და ასე შემდეგ, ხო? აი ჩემი აზრით განათლებაში აი ეს ნელა ესეთი ტიპის დავალებები უფრო და უფრო გაჩნდება რა, სადაც ადამიანმა თავისი ნაზრები უნდა გააზიაროს. ხო, რადგან უკვე ინფორმაცია ყველგან ხელმისაწვდომია, უკვე ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კი, და შენ თვითონ თქვა, ხო, აი რაღაც რა აღმოაჩინე, როგორ ფიქრობ, რანაირად არის, როგორ არის, ხო? ეს განათლებაში აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავის მხრივ როგორც ვისაუბრეთ, ეს აბარჯიშებს კრეატიულ აზროვნებას, კრიტიკულ აზროვნებას, რომ აი მე კი მომცა ხელოვნური ინტელექტის ინფორმაცია, მაგრამ მე აქედან რა დავინახე და ჩემი აზრით რა არის საინტერესო, რა გამოვყავი, თქვა, ხო? ეს რაც შეიძლება აი ეს თქვა ეს ტექსტთან სამუშაო გამოსახულების შემთხვევაში აი უკვე ეტყობა ხო რაღაცნაირად ადრე იყო დიზაინერი და ეხლა ზოგიერთ ნამუშევარში ეტყობა რომ ეს დიზაინერმა და ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთეს ხო ანუ რაღაცა თითქოს კოლაბორაცია მოხდა აი რაღაცა დამხმარე ყავს ხო და რაღაცა მისი ხელწერაც რაღაცნაირად ხო გამშ მაგრამ ეს როგორ არის იცი აი მაგალითად ხო რაღაც პერიოდში განვითარების კაცობრიობის ხელოვნების გაჩნდა ზეთის აღებავები. რა თქმა უნდა ტექნიკამ შეცვალა სტილი ხატვის ხო და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო რაღაცა როგორც იცვლებოდა ინსტრუმენტები რომლებსაც იყენებდა ადამიანი ხო ისე იცვლებოდა რაღაცა გზა რომელსაც ხელოვნება მიდიოდა ხო ამიტომ ამაში მე ესეც ვერაფერს ვერ ვხედავ ხო ანუ რაღაცა სხვანაირი გახდა კი გაჩნდა კიდე ერთი პროგრესი განიცადა ხო განიცადა ინსტრუმენტი სხვა არის თუ თქვათ არ ვიცი რაღაცა ფუნჯით ხატავ და ფუნჯით ხო ხელსაწყო და მოწყობილობა არის ხო ეხა აი ხელოვნური ინტელექტი ეხმარება რაღაცაში და ამიტომ მისი ხელწერაც სადღაც გამოჩნდა ხო, ну ეს დადებითი მხარეები ხელოვნური ინტელექტის, მაგრამ ეხლა მოდი ვსაუბროთ რაღაც გამოწვევებზე. აი რა გამოწვევების წინაშე დავდექით, როდესაც ესე წინა პლანზე წამოვიდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნებისმიერ სფეროში. ხო, ну გამოწვევები არის ძალიან ბევრი დაწყებული იქიდან, რომ შეიძლება არასწორად გამოვიყენო, ხო? ანუ შეიძლება ჩავთვალო, რომ აი რაღაც საჭირო არის ჩემი კრიტიკული აზროვნება, მოდი გადავდებ ამას და პირდაპირ დავაკოპირებ, ხო? ანუ მივიტან პირდაპირ მონაცემებს, ან მივიტან პირდაპირ ინფორმაციას და იქ ჩემი ის არ იქნება ანალიზი, ხო? ამან შეიძლება გააზაროს ადამიანი და ნუ მე ეს ცხოვრებაში ცუდად დახვდება წინ, იმიტომ რომ თქვა ესეთი ტიპის ადამიანი სამსახურში რაღაც არ ვსაჭირდება, იმიტომ რომ თუ უბრალოდ აკოპირებს ხელოვნურ ინტელექტს, ხო, რაღაც ჯაში გჭირდება. ხო, მეორე რაზეც საუბრობენ ძალიან ხშირად ეს არის რომ ბევრი სამუშაო გაქრება უბრალოდ, ხო? ბევრი პროფესია, აი მაგალითად ისევ ხელოვნური ინტელექტთან არის დაკავშირებული, გაჩნდება მანქანა მძღოლის გარეშე. ხო? ანუ კი ჩვენ ვიცით რომ მანქანებს აქვს ავტოპილოტი, მაგრამ ესე სრულად ავტოპილოტი მანქანა ჯერ არ იყიდება. აი მანქანაში ჩავჯექი, საჭესა ერთით არ არის და უთხარი და უთხარი წამიყვანა, ხო? ამ სრულად ავტონომიურია. ეხლა ილონ მასკს აქვს ნათქვამი ესეთი რამე, რომ მანქანის წარება იმდენად საპასუხისმგებლო საქმეა, რომ არ შეიძლება ისეთ პასუხისმგებლო არსებას ჩავაბაროთ როგორც ადამიანია, ხო? შეიძლება დაიღალოს, შეიძლება რაღაცა ჩაეძინოს, ან რაღაც უყურადღებო იყოს და ასე შემდეგ და რომ აი ხელოვნური ინტელექტის ეს შეცდომები არ ახასიათებს, ხო? მაგრამ თუმცა მაინც შეიძლება რაღაც ხარვეზი პროგრამაში. ხო, ნუ პროგრამა ხარვეზი შეიძლება იყოს, მაგრამ აი ზუსტად ამას ამბობენ, რომ პროცენტულად იმ ხარვეზის ალბათობა ნაკლებია, ვიდრე თქვათ ადამიანის შეცდომა და ამიტომ ხედავთ რომ უფრო და უფრო მეც სფეროში თქვათ შემოდის ხელოვნური ინტელექტი, ხო? შესაბამისად, საუბარი იმაზე პროფესიები გაქრება, მაგრამ აი აქ საუბარია იმაზე, რომ მაშინ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება კრეატიულ ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ჩავტვირთოთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაში, არ ვიცი, ბახის მუსიკა და უთხრათ, რომ აი ამ სტილში კიდე ერთი მუსიკალური ნაწარმოები შექმნილი, მაგრამ შეუძლებელია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი მიმდინარეობა მუსიკაში შექმნას, ხო? ანუ აი რაღაცა როგორი რაღაცა არის, როცა გაჩნდა წიგნის საბეჭდი პრესი, გუტენბერგმა რეალურად წიგნის საბეჭდი პრესი არ გამოგონია, პრესი არსებობდა. ყურძენს ურავდნენ, ზეცხდიდნენ პრესით. უბრალოდ მან აიღო და ერთმანეთთან დააკავშირა იმ დროისთვის ორი წარმოუდგენელი რამ, რომ წიგნი ხელით იწერებოდა და თქვათ ყურძენი პრესით იწურებოდა, ხო? თუ საწარმოო რაოდენობით კიდე, ხო, რაღაცა ბევრი და ანუ წიგნი და ის აი ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი რაღაცები, ხო? აი ჩვენ არ ვიცით აი ეს
ადამიანის კრეატიულობა საიდან მოდის, როგორ იგონებს, ახალი მუსიკალური მიმართულება საიდან ჩდება, ხო? და ეს არის, რასაც ამბობენ, რომ აი მომავალში ესეთ ადამიანებზე იქნება მოთხოვნა, როდესაც შეუძლია ესეთი რაღაცა, ასე ვთქვათ, გააკეთოს და აი ამიტომ პროფესიები აქ იწავა. ამავე დროს არის საუბარი საბაზო შემოსავალზე, რომ აი რაც უფრო მეტი გაჩნდება ეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამები და რობოტები, მოდი მათზე მათ დავაკისროთ გადასახადი. და აი ამ გადასახადებით, აი ესეთი ჰიპოთეტური ის რო წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ არის ტელევიზორების ქარხანა. და ნუ ყავს ბევრი თანამშრომელი და მათ ურჩევნიათ, რომ ადამიანები შეცვალონ რობოტებად, იმიტომ რომ არ გაიფიცებიან, ხელფასს მომატებას არ მოთხოვენ, არ დაიღლებენ, რაც უწერია, რომ რაღაც ამდენი საათი შეუძლია იმუშაოს, რაღაც იმდენი საათი იმუშაოს და ასე შემდეგ, ხო? და ნუ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი გაანთავისუფლეს და დარჩა მარტო რობოტები, ხო? იქ რაც მანქანების ქარხანაშიც ავტომობილებს აწყობენ, იქაც იგივეა და ყველა ქარხანაში და აი ეს ადამიანები თუ დარჩნენ უმუშევრები, ვინ გაიყიდის ამათ პროდუქციას, ხო? იმიტომ რომ ეს გამოდის რომ ეს შემოსავალს არ აქვს. ამიტომ წარმოებელს, ხო, მარტო ის კი არ არის მისთვის მნიშვნელოვანი რომ მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტური წარმოება ჰქონდეს, რომ ის მნიშვნელოვანი რომ ყიდველი ცხადდეს. და ამბობენ რომ მოდი აი მოთ ყველას რობოტებს გადასახადები დავაკისროთ და ადამიანი რომ დაიბადება, კონდეს საბაზო შემოსავალი. ანუ აი საბაზო რისთვის სჭირდება კვება, ასე ვთქვათ, განათლება, ჩაცმა, მედიცინა, აი ეს უზრუნველყოფილი იყოს თავიდანვე და თუ მას უფრო მეტი უნდა, ხო, მაშინ იმუშავებს, აი ვთქვათ, რა, უკეთესი მანქანა უნდა, პატარა ბინაში ცხოვრობს, რომელიც მის საჭიროებებს უზრუნველყოფს, მაგრამ უფრო დიდი ბინა, ქალაქგარეთ. მაშინ აი იმუშავებს და ამას ასე ვთქვათ, გამოიმუშავებს და მაგრამ ეს უკვე ხარჯ-ეფექტურობასთან აღარ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ ხელოვნურმა ინტელექტმა და რობოტებმა უნდა გადაიხადონ თანხა, ანუ შესაბამისად ხელფასიც უნდა გქონდეთ, ხო? არა. ნახე როგორ არის, თავისთვის კი არის ხდიან, ანუ ქარხანამ რომელმაც მოიტანა რობოტი და დააყენა თავისთან, ის იხდის გადასახადს. ეს გროვდება საერთო ყულაბაში, რომელიც ნაწილდება ადამიანებს და აი ეს იდეა დევს და აი ესე ხუმრობითაც ესეთი სტატიაც იყო, რომ წავიკითხე, რომ მოდის კაცობრიობის მე-7 დღეო. რომ როგორც ღმერთი 6 დღე ქმნიდა სამყაროს და მე-7 დღეს დაისვენა, ესეც კაცობრიობაც აი ამდენი წლის განმავლობაში აშენებდა, უმობდა და ასე შემდეგ და აი ხელოვნური ინტელექტი მოიტანს მე-7 დღეს. როცა შეგვეძლება კაცობრიობას დავისვენოთ და ნუ ვისაც აქვს სურვილი, ის რაღაცა დამატებით კიდე რაღაცას გააკეთებს და ვისაც თქვა ვისაც ეს საკმარისია, შეიძლება რაღაცამ თქვას, რომ აი იცი რა, მე მაინტერესებს წერა. და აი მწერალი ვარ, ხო? და სულ არ მაინტერესებს ხო დამატებით შემოსავალი, ჩემთვის უფრო საინტერესო არის აი ეს პროცესი და მე ვთვლი, რომ ასულად სამი კაცი რომელიც კითხულობს ამ ჩემ ნაწარმოებს, ეს მნიშვნელოვანია. ხო და აი იქნება ამის შესაძლებლობა, როგორც ეტყვის, რომ აი რაღაც მე რაღაცა უფრო მეტი მინდა და არ ვიცი, ეს ესეთი ჰიპოთეტური იდეა არის, ხო, უბრალოდ ხო ჩვენ რაღაც ესე ვჭერებთ, რომ რა შეიძლება მოხდეს და აი შეიძლება ის რამაც მოხდეს. ხო, რადგან ვსაუბრობთ დასაქმებაზე და დასაქმების სფეროებს და შესაბამისად AI-ზე, აი ეხა თუ არის რაღაც გამოკვეთილად დასაქმების ბაზარი შეცვლილი ზუსტად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ხო, აი როგორ რაღაცა იცი რომ მილაპარაკე ჩემ მეგობრებთან, ესე ტენდენცია გამოიკვეთა, რომ რაღაც დონეზე ხელოვნური ინტელექტი ჯუნიორის შავ სამუშაოს ასრულებს. და ამიტომ შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ ჯუნიორებზე მოთხოვნა შემცირდეს. ხო, ანუ მე ვარ გამოცდილი სპეციალისტი, მე შემიძლია სწორედ შევაფასო ხელოვნური ინტელექტი, რასაც მიმზადებს, შავი სამუშაო ჩავაბარო და თქვათ მე იქ რაღაცები ჩავასწორო, ხო, იმიტომ რომ გამოცდილი ვარ, ვიცი სად რა, როგორ და რაღაცნაირად და ეს ქმნის თავის მხრივ პროგრამას, რომ აი ეს სენიორი რო გახდე, გამოცდილი თანამშრომელი რო გახდეს, რაღაც გამოცდილება ხოლმე დააგროვო. და თუ გამოცდილ თანამშრომელზე მოთხოვნა არ არის, როგორ გახდება ის მერე გამოცდილი, ხო? აი შეიძლება ამან ეს ცვლილებები, ასე ვთქვათ, მოიტანოს, ხო? აი ნახოთ როგორ იქნება რა. და აი რომელ სფეროებს, ძირითადად რომელ სფეროებს უფრო ეხება ეს ეს ცვლილებები? აი ზუსტად მაგას ამბობენ, რომ ყველა სფეროს რა. იმიტომ რომ მაგალითად პროგრამირებაში ტექნოლოგიურ სფეროებსაც? მენეჯმენტს მაგალითად, ხო?
რაღაცა მინდა გავაანალიზო რაღაცა მონაცემები, ხო, აი რაღაცა დიდი ორგანიზაცია, ბევრი მონაცემები, აი ახლა მე მაგალითად მეგობარმა მითხრა, რომ აი ბანკშიო გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, ხო გვაქვს ცხელი ხაზი. და ცხელ ხაზში რაღაცა ბროვდება ბევრი მონაცემები, ხო, რაღაცა ეს თქვა, ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცას და ჩვენო გვჭირდებოდა დაახლოებით 2 კვირა ანალიზისთვის, აი ვიღაც ანალიტიკურ დეპარტამენტს ვაძლევდით დავალებას, რომ იცი გავიანალიზე, აბა ეს ესეა თუ ესეა, ხო, რაღაც კითხვებს სვავდნენ ესენი და ანალიტიკური დეპარტამენტი ანალიზებდა აი ამ ჩანაწერებს, ხო, აუდიო ჩანაწერებს ამისი და ეხლა დავაყენეთო პროგრამა, რომელიც აი 5 წუთში მიკეთებს მაგას და ანუ კითხვას დავსვავ, გაანალიზებს შემოსულ იმებს, აუდიოებს და უცებ მაძლევს პასუხს, ხო? ანუ უკვე აღარ არის საჭირო მენეჯმენტში, აი ეს ადამიანები, რომელთაც მოусმინოს, მე რაღაცა დააჯამოს, ცხრილში ჩამოწეროს, ხო? თუმცა მაინც მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები უფრო ეხება ისეთ პროფესიებს, რომლებშიც ბევრი ინფორმაცია არსებული და მათი რაღაც თავმოყრა ჭირდება. არ ვიტყოდი ესე, აი მაგალითად მძღოლები თქვი. აი პირობითად სტილისტი ან მეიქაპ არტისტი. ხო, როგორ შეიძლება რა ახლა შეცვალოს ხელოვნური ინტელექტმა? ხო, მაგი ნაკლებად. ან რაღაცა ფიტნეს მწვრთნელი, ხო, რომელიც აი ინდივიდუალურად. ან თუნდაც გემის კაპიტანი, ხო? მაგასაც ჯერჯერობით ვერ შეცვალოს. იცი როგორ არის, შეიძლება იქ გემზე ადამიანების რაოდენობა შემცირდეს, ხო, მაგრამ კი ეს პრობლემა არის, რომ საჭიროა და აუცილებელია გადამწყვეტების მიღება, ვიღაცა ფილტრი, რომელიც იტყვის, რომ კი, აი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს ესეა. ხო? და მაგალითად მასწავლებელიც, აი ეხაც არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ როცა გაჩნდა ვიდეო კურსები ინტერნეტში, თქვენ ეს რაღაცა ჭიროა, ახლა ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარება, აი კემბრიჯის კურსებს ვუყურებ, ხო? მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთან ურთიერთობა, ხო, რომელიც სწორ რჩევას მოგცემს, რომელიც შენზე უფრო გამოცდილია და ამიტომ რაღაცა გარკვეული ხედვა აქვს, ხო? ანუ ის გზა, რომელიც შენ უნდა გაიარო, იმას უკვე გავლილი აქვს და შეიძლება რაღაცა რჩევა მოგცეს, რომ არ დაკარგო რაღაცა დრო, ხო, რაღაცა სწორი მიმართულებით წახვიდე. ხო, ანუ მაინც გამოიკვეთება რაღაც პროფესიები, რომლებიც უფრო მდგრადია AI-ის გამოწვევების. ხო, მაგრამ იქაც შეიძლება შემცირდეს, ხო, რაღაცა. აი, მაგალითად მედიცინაში, ხო? ну ფაქტია, რომ ტექნოლოგიების გარეშე ექიმს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ხო? მაგრამ ტექნოლოგია არასდროს არ სვავს დიაგნოზს. ანუ კი რაღაც მოაგროვა რაღაც ანალიზები, ხო, რა იმ დონეზე შეისწავლა. სისხლი როგორც ექიმი ნუ ვერ ხედავს, ხო, შიგნით რა ხდება პროცესი, მაგრამ მაინც აუცილებელია, რომ გამოცდილ ადამიანმა დასვას დიაგნოზი, რომ აი თუ ეს მონაცემები ესეა, ანუ მონაცემებს უკეთესად აგროვებს AI, მაგრამ ამაზე დაყრდნობით მე ადამიანი აკეთებს გადაწყვეტილებას, ალაგებს ამ მონაცემებს, რომ ინფორმაცია მიიღოს და ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავის ცოდნაზე დაყრდნობით აკეთებს ინფორმაციაზე და ცოდნაზე დაყრდნობით სულ გადაწყვეტილებას. ხო, აი როგორც ვახსენეთ, ხა დიაგნოზის დასმა, ხო? თქვა რობოტ ექიმს არ შეუძლია რა მიმართოთ ჩვენ რაღაც ჩივილებით, მან გაიაზროს ეს ჩივილები რა გვაწუხებს, რატო გვაწუხებს და მაგის შესაბამისად დაიწყოს ფიქრი, ხო? კი, იმიტომ რომ მან როგორ რაღაცა იცი ადამიანური ფაქტორიც არის მნიშვნელოვანი. რა შეიძლება ფსიქოლოგიურია ეს. ხო, ანუ ჩივილი ანუ რაღაცა სამედიცინო იმის გამო კი არა, აი რაღაცა ადამიანს ასული პერიოდი აქვს და ამიტომ, ხო, გადაიღალა და რაღაც ანუ ბევრი ფაქტორია, რომელსაც ესე უჯრებში ვერ ჩავალაგებთ. ხო, ანუ მაინც აზროვნება და რაღაცების დაკავშირება ამ აზროვნების მეშვეობით ხელოვნურ ინტელექტს ჯერჯერობით არ შეუძლია. მოკლედ გამოცდილი ადამიანები გვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ხო, კარგი. მაშინ ეხა ესეთ კითხვას დავსვავ, რომ როგორ შეგვიძლია ან სხვა დამწყებ ადამიანებს როგორ შეუძლიათ, რომ თავიანთი კარიერა განავითარონ ისე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი არ შეუშალოს, ესე რა ვთქვათ რა. ხო, ანუ თავიდან რასაც ვილაპარაკეთ, ხო, ეს კრიტიკული აზროვნება, იმის გაანალიზება, საკუთარი აზრის ქონა, ხო, ანუ რაღაც მოგაწვევენ ინფორმაცია. აი, ამაში უნდა ივარჯიშოს ალბათ ადამიანმა, ანუ ძალიან კარგია, როცა გადავალება გაქვს, სადაც უნდა გააკეთო რაღაც პრეზენტაცია, რაღაც უნდა მოყვე შენი, როცა ყვები, შეეცადე, რომ შენი რაღაცა იპოვო იმ ინფორმაცია შემცნაც მონაცემებში. ხო, თუმცა ყველა მოსწავლეს ან ყველა სტუდენტს არ შეუძლია, რომ თავისი ინდივიდუალიზმი ან თავისი კრიტიკული აზროვნება ან შემოქმედებითობა გამოხატოს იმ დონეზე, რომ არ იყოს ჩანაცვლებადი ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ უნდა ივარჯიშოს ამაში.
ხო, ანუ განათლება ზუსტად ის ადგილია, სადაც ამაში უნდა ივარჯიშო, ხო? აი ამიტომ ამბობენ, რომ დაზაპირება მაზრი დაკარგა, იმიტომ რომ ხელოვნური ტექსტი ჩვენზე კარგად შეუძლია დაიზეპიროს და არ დავიწყდება, ხო? იმიტომ რომ თუ კი ადრე მაგალითად მნიშვნელოვანი იყო მეხსიერება, იმიტომ რომ წვდომა ინფორმაციასთან, მონაცემებთან, ხო, ესე არ იყო, მაგალითად არსებობდა იშვიათი წიგნები. ეხლა იშვიათი წიგნი არ არსებობს ნებისმიერ წიგნში პოვი ინტერნეტში, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი იყო დაგემახსოვრებინა და თან გეტარებინა ეს ინფორმაცია, ხო? დღეს ძალიან მარტივია ნებისმიერ ინფორმაციას მივწვდებით. ამიტომ და უფრო მეტიც იმდენად ბევრია ეს ინფორმაცია, რომ რაღაცნაირად უნდა დავახარისხოთ. ამიტომ აი ესეთი კვლევებიც არის, რომ თუ კი ადამიანი იმახსოვრებდა პირდაპირ ინფორმაციას, დღეს იმახსოვრებს გზას, როგორ მიწვდეს ამას. მაგალითისთვის, მე ადრე მახსოვდა რამდენიმე ტელეფონის ნომერი. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ტელეფონის წიგნაკი, სადაც ჩაწერილი მქონდა, თან არ მქონოდა და რაღაც მნიშვნელოვანი ტელეფონები თავში მქონდა, ხო? ეხლა თითქმის არც ერთი ტელეფონის ნომერი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, როგორ მივწვდე ტელეფონს, ხო? ზუსტად მაქვს ტელეფონი, რას უნდა დავაჭირო, რა სახელი ყავს ვიღაცა დამახსოვრებული, რომ ადვილად ვიპოვო, ხო? რა თეგებსაც ვაწერ ხოლმე, რომ შესაბამისად ეს ინფორმაცია უფრო დახარისხებული მქონდეს, ხო? ანუ იცვლება ეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ დიდი ოდენობის ინფორმაციის მართვა. და აი აქ კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავახარისხოთ. რა არის მნიშვნელოვანი, რა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, როგორ უკავშირდება ეს ინფორმაცია მეორეს, რომ რაღაცნაირად ესე ჯაჭვა თუ მქონდეს ერთ მეორეზე, ანუ მონაცემები კი არ დავიმახსოვრე, აი მაგალითად, ხო შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად ხსნიდეს კროსვორდებს, ანუ ბევრი მონაცემები იყოს მის თავში. ხო რა ქალაქს რა ქვია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ მართავდეს ამას. და ამიტომ იყოს წარუმატებელი, ხო? ანუ უბრალოდ ბევრი მონაცემები არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია მათი მართვა. ხო, უფრო წარმატებული რო იყო და თუ ამაში არ ივარჯიშე, თუ უბრალოდ აკოპირებ ამას, ხო? ნუ მაშინ ვერ იქნები მე წარმატებული. ხო, და კიდე როგორც ვახსენეთ ახლა ცოტა ხნის წინ, თქვენ ახსენეთ, რომ ადრე იყო მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება, ახლა უნდა ვიცოდეთ როგორ მივწვდეთ ამ ინფორმაციას და ეს იმასთანაც ხო არ არის დაკავშირებული, რომ უნდა ვასწავლოთ ჩვენ თავს, როგორ ვისწავლოთ. ანუ თვით სწავლება უნდა ვასწავლოთ. რა თქმა უნდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის სწავლა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შენი ცოდნა უსასრულოა, იმიტომ რომ ბევრი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ეხლა როცა ამთავრებს სტუდენტი უნივერსიტეტს, ის სავარაუდოდ ცხოვრებაში რამდენჯერმე შეიცვლის პროფესიას. თუ კი ადრე ესე იყო, რომ ადამიანი ბევრი წელი სწავლობდა და მე მთელი ცხოვრება ერთ პროფესიაში იყო, ხო? ეხლა შეიძლება ერთიდან მეორეში გადავიდეს, იმიტომ რომ რაღაც ის პროფესია საერთოდ გაქრეს და ასე შემდეგ და აი აქ რომ გადახვიდე ერთი პროფესიიდან მეორეში, ჭირდება სწავლის უნარი, ხო? როგორ მოვიძიო ახალი ინფორმაცია? მე როგორ დავახარისხო? როგორ გადავაქციო მონაცემები ინფორმაცია ცოდნად? ხო, რომ აი შეძლო გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარები. და წერან ცოტა ხნის წინ ესეც ვახსენეთ, რომ აღარ უნდა ახალგაზრდობას სწავლა, იმიტომ რომ აი რაღაცა ვიდეო კურსები გამოჩნდა და რატო ჩავაბარო უნივერსიტეტში და პირდაპირ იქიდან ვისწავლე, ხო, ვიდეო კურსებიდან და აი ეგ რაღაც გავლენას ხო არ მოახდენს ზოგადად აკადემიურ სივრცეზე სწავლაზე და თქვენი აზრით, აი თქვენ როგორ ხედავთ საუნივერსიტეტო სივრცეს 10 წლის, დაახლოებით 10 წლის მერე? ხო, ნუ ეხლა მე ვთქვი, რომ რაღაც ესეთი მოსაზრება არსებობდა, მაგრამ ამან არ შეამცირა უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა მაინც, იმიტომ რომ იმის გარდა რომ უბრალოდ რაღაცა სწავლობ უნივერსიტეტში, ხო, რა სამეგობრო წრე, გამოცდილ ადამიანებს შეგიძლია კითხვები დაუსვა და ასე შემდეგ, ანუ ბევრი სხვა რაღაცა არის, რასაც ნეტვორკინგი, კი ბატონო, შენი კომიუნიტი შექმნა, ხო? შენი კომიუნიტი შექმნა, იდეები გაცვალო ადამიანებთან და შეიძლება რაღაცა ერთმანეთში გაცვალოთ იდეები და თქვათ, რომ ხო, მოდი აბა ეს სტარტაპი გავაკეთოთ, ხო? ანუ როგორ იცი, მარტო დარჩენილი ადამიანს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ვიდრე იმ ადამიანებთან როცა ტრიალებს, რომელსაც იგივე წრე არის, ხო, ახლა როცა სწავლობთ რაღაცა ფაკულტეტზე, საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ხართ, ხო, და რაღაც ადვილად უგებთ ერთმანეთს. ხა შეიცვლება ალბათ, რაზეც ბევრი არის საუბარი, რომ შეიცვლება მასწავლებლის როლი. რომ მასწავლებელი თუ აქამდე იყო ინფორმაციის მომწოდებელი, ხო, ხა ინფორმაციის წყარო ბევრი არის. შეიძლება იყოს მასწავლებელი მიმართულების მიმცემი, ანუ რჩევის მიმცემი, ხო? ანუ ესე იგი, ცოდნის გადამცემიდან უფრო გადადის მენტორად, ხო? ანუ ადამიანი რომელსაც ეს გზა უკვე გაიარა და რა თავის გამოცდილებას გიზიარებს, თავისი გავლილი გზიდან, ხო? ალბათ უფრო აი აქით კი ენწავა ეს პროცესი.
ხო, ანუ უნდა გვასწავლოს მასწავლებელმა როგორ ვისწავლოთ. როგორ ვისწავლოთ, თავის გამოცდილება გაგიზიაროს. რაღაცა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება მიმართულება გვიკარნახოს რაღაცა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ყავდეს ადამიანი, რომელიც მას გვერდიდან უყურებს. ხო, ანუ შეიძლება მე ჩემ თავში რაღაცას ვერ ვამჩნევ და რაღაცა ისეთ შემომიწეს, რომ აი ნეიტრალური ადამიანის გადმოსახედიდან. გადმოსახედიდან, რომ აი, იცი, აი მე ვხედავ, რომ აი ამაში ძლიერი ხარ და იქნება აბა ეს გეცადა, ხო? ხო, და ეხლა აი რაღაც ძალიან საინტერესო თემაა. ის თუ შექმნის თუ არა ხელოვნური ინტელექტის ესე მასიური გამოყენება ისეთ პროფესიებს, რაც აქამდე არ არსებობდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, ბევრი ახალი პროფესია იქნება, ან როცა საუბრობენ იმაზე, რომ პროფესიები იქნება, ხო, ან ის პარალელურად ამბობენ, რომ სამაგეროდ აი ახალი პროფესიები იქნება. ახლა ნუ მაგალითად, აი ხელოვნური ინტელექტთან მიმართებაში არსებობს საუბარი ისეთ პროფესიაზე, prompt engineering-ი რა, ანუ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტისთვის მაგალითად ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტისთვის დავალების ზუსტად და კარგად მიცემა, ხო? ანუ პრომპტის დაწერა კარგად შეუძლია. ხო, შეიძლება ესეთი პროფესიაც გაჩნდეს. ხო, და რადგან ახლა უკვე კარიერაზეც ვსაუბრობთ და სამუშაოს ძიებაზეც, როგორ შეგვიძლია რომ აი ზუსტად სამუშაოს ძიების პროცესში გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის, რომ დაგვეხმაროს და ჩვენ საჭიროებებს აი ზუსტად უპასუხოს რა. ხო, ნუ სამუშაოს ძიებისას ეს პირველი და ყველაზე მარტივი არის, რომ ჩაუტვირთოთ CV და უთხრათ, რომ ესეც ჩემი CV, მე აი ამ სფეროში ვეძებ სამუშაოს. ხო, იმიტომ რომ შემახარ მოთხრა CV-ზე მითხრა ზოგადი არის, ხო? ანუ შენ ხო გინდა რომ რაღაც აი ამ პროფესიაში გამოჩნდეს კარგად, ხო? და მასაკნას რა ქვია, მოგცეს რჩევები. და გითხრას რომ აი ნახე, შენ აი ამაზე ცოტა გიწერია იქნება ეს განავრცო. აი ეს რაღაცა რჩევს მოგცემს. ან უბრალოდ ჩვენი CV მოარგოს დამკვეთის დამკვეთის, ან მოდის რჩევებს გაძლევს. ან შეიძლება ეგეთ რამეც გააკეთო, რომ დაგვიწეროს. ხო, ანუ პირდაპირ დაგვიწეროს რა, რაღაცა უნდა მიაწოდოთ, რომ ზოგადი იქნება, ხო? ანუ რაღაცა უთხრა რა სფეროში როგორ რა გამოცდილება გააქვს შენ, რა გაიკეთებია. ესა რა ვქნათ, აი პირდაპირ დამკვეთის მოთხოვნები გადმოვაკოპიროთ, მე ჩვენი CV-ც მივცეთ და შეაჯეროს ისა, აი დაემთხვეს თან ჩვენი გამოცდილება თან დამკვეთის. აი მე უფრო ესე ვეტყოდი, რომ აი ეს არის მოთხოვნები, ესაც ჩემი CV და რჩევები მომეცია, და მითხარი რა არის ძლიერი და სუსტი ხარები და როგორ. ანუ იცი როგორ არის, უფრო გამოიყენო როგორც ასისტენტი, რომელსაც ელაპარაკე. ან შეიძლება ესეთი რამე ექსპერიმენტის ჩაატარო, შეგიძლია უთხრა, რომ აი მე ხვალ მაგ გასაუბრება აქ და აქ ამ კომპანიაში ესე და ესე და მოდი შენ ჩამიტარია მაგ გასაუბრება. და ივარჯიშო მასთან ხო სავარჯიშო აბა დამისვი ხო კითხვები რა შეიძლება თეორიულად კითხონ იქ და როგორც სავარჯიშოც ძალიან კარგი ახლა ჩვენ ამას რაღაცნაირად გადავახდით ამას თუნდაც რომელიმე საგანში როცა მეცადინეო ხო შეგიძლია უთხრა რომ აი მოდი აბა შენ ხარ ჩემი ლექტორი და აი ამ თემაზე მავარჯიში. სხვა შორის აქ Google-ს ესეთი ინსტრუმენტი AI Studio და ამ AI Studio-ში არის სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელები. და ერთ-ერთი არის ესეთი მასწავლებელი მოდელი რა, რომელიც ზუსტად მაგაზია დატრენინგებული, რომ შენ დაგისვას კითხვები და გავარჯიშოს. იქ შენ უწერ ან უნდა აღწერო ვინ არის ეს მასწავლებელი, თქვათ რა, არის ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც გინდა რომ რაღაცა გავარჯიშოს ინგლისურ გრამატიკაში და ასე შემდეგ. ჯერ გისვას კითხვებს, აბა რაღაცა სად ვართ ახლა გაჩერებული და მე ნელა გავარჯიშებს, ხო? ნებისმიერ ეკონომიკაში, ნებისმიერ სფეროში შეგიძლია აი ამაშიც გამოიყენო. და უცხოენების სწავლაში შეგვიძლია. უცხოენების სწავლაში, მაგრამ რაღაც სამსახურზე ვამბობთ, ხო? აი ეს კომპეტენციები რა არის საჭირო, რა შეიძლება კითხონ თეორიულად გასაუბრებაზე, აი ამაზე შეგიძლია ივარჯიშოს. ხო, ანუ როგორც მასწავლებელი, ასეთ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და ეს ალბათ შეცვლის ხო ტრადიციულ სწავლების მოდელებს. კი, აი ზუსტად მაგაზე ვამბობდით, რომ თუ მასწავლებელი იყო აი მაგალითად ტერმინი ლექციის კითხვა, საიდან წამოვიდა, ხო? ანუ ესე იყო საუკუნეების განმავლობაში მიღებული, რომ ლექტორი გამოდიოდა კათედრასთან, დებდა წიგნს და კითხულობდა და სტუდენტები უსმენდნენ და კონსპექტებს აკეთებდნენ. ესე სწავლობდნენ უნივერსიტეტში. ამიტომ წამოვიდა კითხვა, ხო? ანუ ესე იგი ლექტორი იყო უშუალოდ სოდნის მიმწოდებელი, ხო? აი ეს აღარ იქნება, იმიტომ რომ წყაროები ბევრი არის, ხო? ანუ მან უნდა კითხოს, გაანალიზოს შენი პასუხი, სწორი რჩევა მოგცეს, აი უფრო პროცესის მიმწოდებელი კი არა, მენტორი.
შეიძლება გახდეს. ხო, მე მგონი სწავლის და კარიერის მიმართულებით ამოვწურეთ ხო ეს თემები, ასე თუ ისე. ხო, ასე თუ ისე. ნუ რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტზე თემები ამოვწურავია, მაგრამ ჩვენი სასაუბრო თემა დღეს იყო სწავლა და კარიერული განვითარება და აი ბოლოსკენ ესეთი კითხვა შემოვიტოვე რა თუ იცით რაიმე პლატფორმა, აი თქვენთვის საყვარელი ან განსაკუთრებული პლატფორმა, რომელსაც ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც სურს რომ აქტიურად გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი. ხო, აი მე ესეთ რამეს ურჩევდი, რომ რამდენიმე პლატფორმა გამოიყენოს, იმიტომ რომ ეხლა არის ძალიან დიდი კონკურენცია. და აი ვერ იტყვი რომ ეს ყველაზე კარგია, იმიტომ რომ ერთმანეთს შეჯიბრებიან, ხო? და კიდევ ახალი იქნება. და კიდევ ახალი იქნება. ეხლა რაც არის აი ესეთი ჩემი აზრით საინტერესო პლატფორმები, სადაც მეც როცა რამეს ვაკეთებ, აბა ამან როგორ გააკეთა, აბა რაღაც ერთმა ვადარებ ხოლმე, ხო? ნუ ChatGPT გასაგებია, ეს პირველი იყო. Google-ის Gemini ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დაკავშირებულია Google-ის სერვისებთან და შეგიძლია Google-ის სერვისებს გადააბა და თქვა Drive-ში რაღაცა მოგიძებნოს, წერილებში რაღაცა მოგიძებნოს, პირდაპირ ვთქვა, რომ ამ თემაზე რაღაც წერილი მქონდა და აბა დამიჯამენ, ხო ან პირდაპირ ავტოპასუხი დაგიწეროს წერილზე. ასევე Microsoft-ის Copilot-ი საინტერესოა, იმიტომ რომ Microsoft-ი ცდილობს, რომ იმდენად აინტეგრიროს Windows-ში, რომ შეცვალოს მოდელი როგორ მუშაობს ჩვენ კომპიუტერთან, რომ თუ კი ადრესე იყო, რომ უნდა გავხსნა პროგრამა და მე მუშაობა დავიწყო, პირდაპირ ვთქვა, აუ გამიხსენი ეს პროგრამა და ეს გამიკეთე, ხო? აქეთკენ მიდიან. ძალიან საინტერესო არის ჩინელების DeepSeek-ი, რომელზეც ბევრი საუბარი იყო, რომ რაღაც ნაკლები რესურსი შექმნით. აი DeepSeek-თან გაჩნდა პირველად აი ზღილაკი, რომ მანახე როგორ აანალიზებს ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტი და მე სხვებმაც გადაიღეს. ასევე Grok-ი საინტერესოა Twitter-ის ან Wix-ის. ხო, და ყველანი ესენი ქართულადაც ლაპარაკობენ და მე ვურჩევდი რომ აი რაღაცა 2-3 პლატფორმა აირჩიოს ადამიანმა და ცადოს, იმიტომ რომ აშკარად არის ხოლმე განსხვავება. და ყველა ადამიანს მაინც თავისი უპირატესობები და გამომდინარე შეარჩევენ იმ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მის საჭიროებს უკეთესად უპასუხობს. და უფრო მეტიც შეიძლება ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეარჩია, ხო, რაღაცა გაჩერდა განვითარებაში და ვიღაცამ რაღაცა უფრო განავითარა და ამიტომ აი ეს შედარებები მე მგონი მნიშვნელოვანია დღეს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა. მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. და ასევე მინდა მადლობა უთხრა ჩვენ მხარდამჭერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია UNILABS, რომელიც მხარს გვიჭერს სივრცით, გადასაღები ტექნიკით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დროებით.